მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, პროკურატურა პოლიციის ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით და ვინაიდან გადასტურდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს უთხოვარად არ ცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებენ თავის სამსახურო მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ის მხარე გამოძიების ეტაპზე ხელმძღვანელობს სხვა სტანდარტით და სასამართლოში ხელმძღვანელობს უფრო მაღალი სტანდარტით. შესაბამისად, სასამართლოში სახელმძღვანელო სტანდარტით უთხოვარად შესაძლოა ვერ გადასტურებულიყო, რომ საბას ხვიტაიძემ ბრალდებულმა იცოდა ნამდვილად, რომ პოლიციელები ასრულებენ სამსახურო მოვალეობას. ამდენად ვინაიდან ვიხელმძღვანელოთ ამ სტანდარტით, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. შეიძლება იმ მოწმე, არა, ფიცის ქვეშ დაიწყება თუ არა გამოძიება და შესწავლა იმ მოწმებისა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უნდა ცოდნოდა საბას და ეუბნებოდნენ. ნახეთ, არა, სრულჩვენება არავის არ მოუწია, პირიქით, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ შორის გამოდიარეობდა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. პოლიციელებმა განმარტეს, რომ იქ მყოფ პირებს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები. ამდენად, ვინაიდან კიდევ ერთხელ აღვნიშნე, ვინაიდან პროკურატურა ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა საბას ხვიტარიძეს ბრალდებულს არ სცოდნოდა იმის თავაზე, რომ პოლიციელები ასრულებენ სამსახურო მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ხვდებოდით, რომ მოსამართლე თავად გადააკვალიფიცირებდა და ახლა იმისთვის, რომ პროკურატურა უფრო კეთილსინდისიერი გამოჩნდეს, ამას ემსახურებოდა სავარაუდოდ. აწინასწარი კომუნიკაცია ხომ არ ყოფილა ბატონო. მოსამართლესთან კომუნიკაცია აკრძალულია და რა თქმა უნდა, არანაირი კომუნიკაცია არავის არ ქონია მასთან. ჩვენ მივიღეთ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. თქვენ თავს როგორ გძნობთ გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, როგორც პროკურორი, მორალურად, ადამიანურად, ემოციურად. უკეთ გძნობთ და როგორც პროკურორი ისე გძნობ თავს. როგორ უნდა გძნობდე? იმიტომ რომ როგორც მანამდე გძნობდი, ისე გძნობ. უბრალოდ გეუბნებით. ობიექტური გადაწყვეტილების მიღება იყო ჩვენი მხრიდან ეს ყოველდღიურად. კარგი, ეს იგი ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება ხანდახან მაინც.